ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში 135 ქართველი და უცხოელი არქიტექტორი მონაწილეობდა. შესარჩევად კი 170 ობიექტი იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაესწრო. არქიტექტურული პრემია 2014 საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის და თბილისის მერის მხარდაჭერით ჩატარდა. ჩემ პროექტი არის გალერეა და პატარა სასტუმრო დადიანის ქუჩაზე ძველი მერიის უკან. ეს არის ადგილი, რომელიც ავირჩიე, იმიტომ რომ ეს ადგილი ჩემთვის ძალიან ახლობელი არის და გადავწყვეტ რომ გამეკეთებინა ესეთი რაღაცა, რომ ყოფილიყო შიდა ქუჩა ჩემ პროექტში და ამაზე იყო მთელი ეს თემატიკა აგებული ჩემ პროექტის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად დაფასებული იქნას თითოეული პროფესიონალის შრომა და ამისათვის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარში უდგას ამ საზოგადოებას, მხარში უდგას ამ სფეროს და როგორც მოგეხსენებათ, ბევრი რეფორმები ტარდება იმისათვის, რომ თითოეული არქიტექტორი მათი შრომა იქნას ღირსეულად დაფასებული.